40 წლამდე ქალი, რომელიც ქობულეთში ხიდიდან გადავარდა, გადარჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. როგორც ცნობილია, დაშავებული ბელარუსის მოქალაქეა. ის მდინარე კინტრიშის მახლობლად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ბელარუსის მოქალაქეა, მეუღლე და თეთ რაიონში და სურათის ექსკურსიაზე იყვნენ და ველოსიპედით და სურათის გადაღების დროს ვერ დაიმორჩილა საჭე და პატარა ხიდიდან გადავარდა. წელის მალები არის დაზიანებული და მარჯვენა კოჭწვევის სახსარი არის დაზიანებული. ეხლა მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია. ირაკლი კობახიძემ ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელი შესაძლოა დღევანდელ მთავრობის ხდომაზე წარადგინოს. ხელისუფლების ოპონენტები ოცნების გუნდში გადაადგილებებს არსებით ცვლილებად არ მიიჩნევენ და სამთავრობო გუნდში გადალაგებებს მხოლოდ შიდა დაპირისპირებებით ხსნიან. მათი აზრით ჯანდაცვის მინისტრად ისეთი კანდიდატი დაინიშნება, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძის პოლიტიკასთან და ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის ნდობაც ექნება. ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი კი ოპოზიციის აზრით მხოლოდ გავლენების გაძლიერება და ძალაუფლების შენარჩუნება. ველოდები უახლოეს დღეებში კიდევ ხوار იქნება მინისტრების, სხვა მინისტრების შესვლის მომენტი, მაგრამ ეს არის სამთავრობო კარუსელი, ერთი პრემიერის კადრები ნაცვლდებიან მეორე პრემიერის კადრებით და რეალურად შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება, ისინი ყველანი არიან ქართული ოცნების მინისტრები. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი ახალი, მაგრამ მოსალოდნელი იყო ეს ამბავი, რომ ეს არის ჟანრის კანონი, რომ თავიდანვე რაღაცნაირად არ სურდათ მწარე რაღაც ცვლილებები, იმიტომ რომ გუნდის გადაბარების დროს ვიღაცებს არ დაეწყოთ სხვებზე ლაპარაკი. გაიწმინდება ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან სამინისტრო და ნელა მიიღებს ის კობახიძის გარემოცვის სახეს. დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. როგორ ებრძვის ქართული ოცნება კორუფციას და რა შედეგებს მოიტანს ოცნების მიერ ამ ხრივ გადადგმული ნაბიჯები. ქართული ოცნების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ მართველი გუნდის მიერ კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა ფასადურია. ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობა კი, რომლის ხელმძღვანელიც ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირია, კორუფციული ფაქტების შემცირებას არ ემსახურება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყნისთვის კორუფცია მთავარ გამოწვევად იქცა. პასუხისმგებელი კი მმართველი გუნდის წევრები არიან, რადგან ისინი არაერთხელ არიან მხილებულნი კორუფციულ გარიგებებში. ანტიკორუფციული ბიურო ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რაც არის ანგარიში პარლამენტის წინაშე, ანუ ანგარიშვალდებული უწყება, საგამოძიებო ფუნქციის მატარებელი უწყება უნდა იყოს და მისი თავმჯდომარის დანიშვნა უნდა ხდებოდეს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, როგორც ბიურო, ეს ცვლილებებიც არის ფიქცია. საკანონმდებლო ცვლილება არ შეცვლის არც ხელისუფლების, არც მათი მიდგომის. ერთადერთი რაც ახლა ხდება, არის მოტყუება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ თითქოს რაღაც რეფორმებს ატარებენ. ის ჯგუფი, რომელსაც აქვს პრეფერენციები, რომელსაც გადანაწილებული აქვს მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ცხადია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის სასაცილო მათი მხრიდან. საფრანგეთში არალეგალურად მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. ინფორმაცია საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. ბოლო წლებში საქართველოს განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე ითხოვს ევროპის ამ თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს, მათ შორის არის საფრანგეთიც. 2021-2022 წლებში ეს რაოდენობა 100-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. საქართველო მეოთხე ადგილზეა საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ავღანეთის, ბანგლადეშისა და თურქეთის შემდეგ. როგორც ქართული ოცნების დასავლური პოლიტიკა არის ფასადური, ასევე არის ყველა ის კრიტერიუმი, რასაც ვითომ საქართველოს აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტით რეალურად მოქმედია, მაგრამ არ არის მოქმედი. გერმანიაც, საფრანგეთიც და ასე შემდეგ საერთაშორისო ქვეყნები, ვინაიდან მოცემულობა არის ესეთი, რომ საქართველოს უსაფრთხო არის, მათ ვალდებულება აქვთ, რომ ისინი დეპორტაცია გაუკეთონ. ანუ აქაც ხელისუფლება არის დამნაშავე, იმიტომ რომ ხელისუფლება არ აფასებს რეალურად იმ სიტუაციას, რაშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს და ამ მოსახლეობასაც უქმნის საფრთხეს. მათ შემდეგ, რაც ქართული ოცნების პოლიტიკა იყო ასეთი, რომ მათ განაცხადეს მათ შორის ონკოპაციენტებთან დაკავშირებით, რომ ისინი სრულად აფინანსებენ, ხოლო შემდგომ უკვე შეიცვალა პოზიციები. პოლიტიკაც მათ შორის ემსახურება ადამიანების დაშინებას.
ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკების დროს 6 ადამიანია მოკლული. ინფორმაციას რეგიონული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთში უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბოევიკების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებიც გახმაურებული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. დაკავების მცდელობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების ძალებს და პოლიციასთან შეტაკება მოხდა. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელები ISIS-ის მიმდევრები არიან. ისინი მონაწილეობდნენ რამდენიმე ტერორისტულ დანაშაულში. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი მომდევნო საინფორმაციო გამოშვებით უკვე 9 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში.